გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ ლეილა და გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს, დაალაიქოთ და კომენტაროთ და დაფიქსიროთ თქვენი აზრი. დღეს გადავიღებ შეპირებისამებრ რეტროგრადულ მერკურზე, როდის იქნება ის და რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ. და ასევე განვიხილავთ თითოეულ ნიშნისთვის, რომელ სახლში იქნება აქტიური და მას შევუდგეთ საქმეს. დავიწყოთ ჯერ იმით თუ რეტრო მერკურის დროს რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ. მაშ პირველ რიგში რეტრო მერკურის დროს კარგია ხოლმე, როდესაც დავუბრუნდებით რაიმე ძველს და დავხვეწავთ ამ ძველს, ან დავასრულებთ, ან დავუბრუნდებით და მოკლედ მოვაგვარებთ იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, ხო? მეორე, თუ კი რაიმე შეკვეთილი გქონდათ წინა რეტრო მერკურის დროს, დიდი ალბათობით ჩამოვა ის რაღაცები, ნივთები იქნება თუ სხვა რაღაც და მოგვარდება. ეხლა რა არ უნდა გავაკეთოთ? არ უნდა დავიწყოთ რაიმე ახალი, იმიტომ რომ რეტრო მერკურის დროს, როდესაც რაიმე ახალს იწყებ, ან გაგვიანდება ან რაღაც გატეხილია, ან ის არ ჩამოდის თუ უკვე თავთ ის არ ჩამოდის, რაც უნდა ჩამოვიდეს რეალურად, ან დროში იწელება, ხო? და ამ დროს დოკუმენტაციას ნაკლებად ვაწერთ ხოლმე ხელს, იმიტომ რომ თუ ახალია, თუ ძველია, კი, მაშინ კარგია დაბრუნება. თუ ახალია და თუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის ეს კონკრეტული, მაშინ ჯობია რომ დაელოდოთ რეტრო მერკურის გასვლის პერიოდს. მაშ რეტრო მერკურის პერიოდია ერთი წამით 15 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით. 15 მარტი 7 აპრილი. ეხლა ამ პერიოდში როგორც გითხართ, ეცადეთ რომ გაითვალისწინოთ ეს რეკომენდაციები, იმიტომ რომ ძალიან ბევრგან ხდება ხოლმე რეტრო მერკურის ხსენება, ასე ვთქვათ, და ასე თუ ისე ადამიანები უფრო მიჩვეულები არიან რეტრო მერკურს. და შესაბამისად, უფრო ხშირად არის ხოლმე რეტრო მერკური სხვა პლანეტებთან შედარებით რეტროგრადული. მაშ ძვირფასო ვერძებო, თქვენთვის რეტრო მერკური იქნება პირველ სახლში. აქტუალური საკითხები იქნება სულიერი მხარე, ვიზუალის მხარე და ჯანმრთელობის მხარე, ოღონდ აქ ჯანმრთელობას სხვა სახლიც განაგებს, ხო? და შესაბამისად, თქვენ შემთხვევაში ეს უფრო იქნება შესაძლებელი იყოს ძვლებთან დაკავშირებული. შეიძლება მოგინდეთ, რომ ძველ იმიჯს დაუბრუნდეთ. თუმცა იმიჯსთან ან თუ ძველს დაუბრუნდებით, ეს კარგია, მაგრამ თუ ახალს გადაწყვეთ რაღაცას, ანუ შეცვლას იმიჯის, მაშინ ჯობს რომ დაელოდოთ, იმიტომ რომ ეს არც ისე კარგია, ხო? რაღაცა ისე ვაგადად საღებავი დაიდეთ და ისფერი არ გამოვა, რაც თქვენ წარმოგედგინათ. მით უმეტეს ახლა რეტრო ვენერაც არის, ხო? და რეტრო ვენერაც თქვენს პირველ სახლში. და რეტრო მერკური ზოგადად ვერძის ნიშანში იქნება. შესაბამისად ამისა, ესე იგი ახალს არ ვიწყებთ ვიზუალთან დაკავშირებით, მაგრამ აი თუ მაგალითად ვარჯიშობთ და თავი მიანებთ, ეს კარგია რომ დაუბრუნდეთ ვარჯიშს და დიდი ალბათობით ბევრი ვერძი დაუბრუნდება. რაღაც თქვათ თუ ჯანსაღად იკვებებოდი და თავი მიანებთ, თქვათ ეხლა მიუბრუნდეთ და განაგრძოთ. ამისთვის ძალიან კარგია, მაგრამ თუ დაიწყებთ, დიდი ალბათობით მალე მოგბეზრდებათ ან მოგენდომებათ, რომ იმას ქნათ, რა ქვია. თავი დაანებოთ და უკვე შემდეგი რეტრო მერკურის დროს მოგინდეთ რომ დაუბრუნდეთ. მოკლედ ესეთი რაღაც ციკლი არსებობს. შემდეგი არის ასევე, ხო, ეს არ დამავიწყეს. ასევე შეიძლება აქ აქტუალური იყოს რაღაცა აი დიდი ხანია გეგმავთ რომ მაგალითად რაიმე მავნე ჩვევისგან ან ნივთიერებისგან განთავისუფლდეთ და აი ეს შანსი იქნება რომ ბოლო თქვათ ბევრჯერ გადადით ნაბიჯი, ბევრჯერ გადადეთ ან რაღაც ეგეთი ან შუა გზაზე მიატოვეთ და ახლა შანსი გიქნებათ რომ თავი დაანებოთ მოკლედ რა ამ მავნე ჩვევას. ყუროებისთვის იქნება ესე იგი აქტიური თქვათ თუ ვერძებისთვის პირველი მე-12, ყუროებისთვის მე-11. თუმცა პირველი რა თქმა უნდა მე-12 იქნება. ეხლა რას ნიშნავს ეს? იმიტომ რომ რეტრო ვენერა, ანუ მოდის, მერე ჩერდება და უკან მიდის. აი ამას ნიშნავს. უკუსვლას, ასე ვთქვათ. და შესაბამისად სახლებს შორის მოძრაობს.
და მე-12 სახლი კუროებო ეს არის სახლი, როდესაც შეიძლება დავუბრუნდეთ რაღაცა მაგალითად თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ავიღებთ, მაგალითად შეიძლება რაღაცა ისევ განვამეოროთ რაღაცა ძველი ანალიზები, ხო? ან თუ თქვათ ისევ მავნე ნივთიერებებზე ვსაუბრობთ, მაშინ შეიძლება თუ დიდი ხანი რაიმეზე გინდა თავიდანებებ დაანებოთ, მაგრამ თუ თქვათ რაიმე ახალზე გინდათ და ეხლა დაიწყებთ მაგალითად, ხო, რაღაც ჩვევა უნდა გამოიმუშაოთ მაგალითად, მაშინ დიდი ალბათობით მალევე მოგბეზდებათ და უკვე შემდეგ რეტროზე განაგრძობთ ამას. თუმცა, თავი შეიკავეთ მაინც და მაინც სახლის დაწყების, ან ჯობია რომ ის ძველი დახვეწოთ, დაანებოთ თავი, ან თქვათ წერტილი დასვათ რაღაცაზე, ხო? სამავთყოფოები, მაშ ციხე, მავნე ნივთიერებები, რელიგია და ძალიან ძლიერი ინტუიცია. აი რეტროგრადული მერკურისთვის ეს იქნება აქტუალური. შემდეგი არის კიდევ ერთხელ ამ სფეროებში რაღაც ახალს არ ვიწყებთ, მაგრამ შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები, თქვათ თუ სადმე ციხეში მუშაობდით, ციხიდან, ან თუ ვიღაცა შეიძლება ციხეში ნათესავი ყავს ან ვიღაცა და აი იქიდან რაღაცა ამბები გაიგოთ ძველთან დაკავშირებით. და ეს ნებისმიერ ჩამოთვლილს ეხება, როგორც გითხარით. ტყუპებო, თქვენთვის ეს არის მე-11 სახლი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქტუალური საკითხები იქნება მეგობრებთან ურთიერთობა, თქვენი ძველი მეგობრები გამოჩნდებიან დიდი ალბათობით. ასევე თუ კი მუშაობდით სამსახურში, IT სფეროში, მაგალითად, რაღაცა ძველი სამსახური შემოგთავაზონ, ხო, ან რაღაცა ძველი ამბები გაიგოთ ამასთან დაკავშირებით. ასევე შესაძლებელია პოპულარობა, ხო, რაღაცა დიდ შრომას დებდით, მაგალითად, თქვენს პოპულარობაში ინტერნეტ სივრცეში და ეს ის პერიოდი იყოს, როდესაც უცებ ერთხელ გაიღვიძეთ ამ რეტრო მერკურის დროს და უიმე თურმე პოპულარული გამხდარ ხართ ამდენი შრომის შემდეგ. და თუ მით უმეტეს თქვენი რომელიმე არხი ან რომელიმე სოციალური ქსელი retro მერკურის დროს გაქვთ დაარსებული, ხო, მით უმეტეს. შემდეგი არის კირჩხიბებისთვის ეს არის მე-10 სახლი, აქტუალური საკითხები იქნება სტატუსი, სამსახური და ქონება. თუმცა, აქ ეხლა რა არის მნიშვნელოვანი სტატუსი, როგორც სამსახურეობრივი სტატუსი, ისე ოჯახში არსებული სტატუსი, ხო? აი მაგალითად, როგორც თანამდებობას ეხება, ისე მაგალითად ვიღაცა ბებია არის, ვიღაცა დედა არის, ბაბუა და ასე შემდეგ, ხო? და რაღაცა აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაღაცა ძველ საკითხებს დაუბრუნდებით და თავს გაგახსენებთ დიდი ალბათობით, ხო? შემდეგი არის ლომები. ლომებისთვის ეს იქნება მე-9 სახლი. ეს არის უცხოელები, უცხო ენები, რელიგია, იურიდიული საკითხები, დიდი ალბათობით აი ამ საკითხებში რაღაცა ან ძველი საკითხები დაბრუნდებიან, გაგახსენებენ, ან ის ადამიანები აი ამ სფეროსთან დაკავშირებით, ხო? შემდეგი არის ქალწული. ქალწულისთვის ეს არის მე-8 სახლი. ბანკი, სესხები, კრედიტები, სექსუალური ურთიერთობები, სექსუალური პარტნიორები, ინტიმური პარტნიორები, ინტუიცია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, აი რაღაც აი ამ საკითხებთან დაკავშირებით ძველი საკითხები ისევ გაგახსენებენ თავს, ან ადამიანები გამოჩნდებიან აი ამ მიმართულებებით. შემდეგ სასწორებისთვის ეს იქნება მე-7 სახლი, რაც ნიშნავს იმას, რომ აქტუალური საკითხები იქნება მაშ ოჯახი, მტრები და პარტნიორები. შესაბამისად ამისა გამოჩნდებიან ძველი პარტნიორები დიდი ალბათობით, რაღაცა ძველი ოჯახური საკითხები და შანსი მოგეცემათ, რომ უაგვარავთ ამ კუთხით ბევრი რაღაცა. მაშ სასწორები თქვით და ეხლა მორიელი. მორიელებისთვის ეს იქნება მე-6 სახლი. აქტუალური საკითხები იქნება ცხოველები, სამსახური, ყოველდღიურ მუშაობაზე აქვს საუბარი და ჯანმრთელობა.
ანუ თავს იჩენს ძველი საკითხები და ძველი ანუ სიტუაციები, რომელიც ეხება აი ამ სფეროებს. ასევე ადამიანებიც გამოჩნდებიან და თავს გაგახსენებენ, აი ამ მაგალითად ძველ თანამშრომლებმა შეიძლება რომ ძველმა თანამშრომლებმა შეგეხმიან რაღაცა შემოგთავაზონ, დაბრუნება შემოგთავაზონ და აი ესეთი საკითხები ძველი სამსახურიდან რაღაცა მოწვევა მოვიდეს, რომ გთხოვთ დაბრუნდეთ სამსახურში და მსგავსი საკითხები. შემდეგი არის მშვილდოსანი. მშვილდოსნებისთვის ეს იქნება მეხუთე სახლი, რაც ნიშნავს შემდეგ საკითხებს, დაბრუნება შემდეგ საკითხებთან და სფეროებთან. ეს არის ბავშვების სცენა, სასიყვარულო ურთიერთობები, შეყვარებული, საყვარელი, შემოქმედება, აი ამ რაღაცა შეიძლება უცებ გაგახსენეთ, რომ ერთ პერიოდში ერთ დროს მაგალითად ხატავდით და აი ხა კიდე მოგინდეთ რომ დაუბრუნდეთ ხატვას და აი მსგავსი, ანუ თან თვითონ მაგალითი მინდა მოვიყვანო რომ მიხვდეთ აი როგორ შეიძლება გათამაშდეს, ხო და n რაოდენობით ესეთი აი ამ სფეროებთან დაკავშირებით n რაოდენობით სიტუაცია შეიძლება გათამაშდეს. იმიტომ როგორც იცით, პირადი რუკა ყველა სხვადასხვანაირი გვაქვს, შეიძლება ერთ ნიშანში იყოს, მაგრამ პირადი რუკის მიხედვით სხვადასხვა პლანეტები სხვადასხვა ადგილას იყოს. შესაბამისად, ადამიანებიც ან მოვლენებიც შესაბამისად სხვადასხვანაირად ვითარდება. რაღაცა ძირი ერთია, მაგრამ მაგალითად, როგორც ჩვენ ვიცით, ვინც ჩემ არხს ადევნებთ თვალს, იცით, რომ უნდა მოვუსმინოთ დაბადებისთვის მთვარის ნიშნით და ასცენდენტის ნიშნით. შესაბამისად, წარმოვიდგინოთ, რამდენი ადამიანია და რამდენი სხვადასხვა ვარიაცია არსებობს ამის. ანუ 3-ს უნდა მოვუსმინოთ მინიმუმ. შემდეგი, თუ დაბადების საათი არის, რა თქმა უნდა, ხა ერთს უსმენთ და ვთქვათ მთვარის. თუ ეგეც მთვარიც არის, მაშინ მზეს მარტო, ანუ რომელ თვეს დაიბადეთ. თხის რქა, თხის რქებისთვის ეს არის მეოთხე სახლი, აქტუალური საკითხი იქნება სამშობლო, დედასთან ურთიერთობა, მისი ჯანმრთელობა და ასე შემდეგ, რემონტი, ქონება ხო, აი ეს საკითხები იქნება აქტუალური და ძველი საკითხები შეიძლება ამ მიმართულებებით იყოს. შემდეგ მერწყულებისთვის არის მესამე სახლი, აქტუალური საკითხები იქნება მეგობრები, მეზობლები, სანათესაო წრე, და-ძმებთან ურთიერთობა, ტრანსპორტი და განათლება. თევზებისთვის იქნება შემდეგი სფეროები, რესურსები და ფინანსები, რომელსაც მოიზიდავს თვითონ, ანუ თავის ფინანსებზეა აქ საუბარი, ხო? ახლა მაგალითად თუ ხალწულებისთვის მერვე სახლში პარტნიორის ფულია და საბანკო თანხები და სახელმწიფოს თანხები, აქ თევზებისთვის ვთქვათ მეორე სახლი ნიშნავს იმას, რომ საკუთარი გამომუშავებული თანხა. აი მაგალითად თუნდაც ხო მაგალითად მერწყულებისთვის თუ მესამე სახლი არის განათლება, ხო, აი ტრენინგები, განათლება და ასე შემდეგ, მეცხრე სახლისთვის, მეცხრე სახლში ვისყავდა ლომისთვის, ხო? ეს იქნება მაგალითად განათლება საუნივერსიტეტო დონეზე, ხო? აი აქტუალური საკითხები რა, როგორც ასეთი. ნუ, რა თქმა უნდა, შეიძლება ეს ტრენინგებიც იყოს, მაგრამ ძირითადად უფრო სტატუსურ მხარეს აქცევს მეცხრე სახლი ყურადღებას. მოკლედ, დააფიქსრეთ თქვენი აზრი, რამე გათამაშდა ესე და წინა ზოგადად აი წინა ვიდეოებს ვინც მოусმინა რამდენად ესე იყო ხო თუმცა რეტრო ვენერა ეხაც გრძელდება და მოკლედ მადლობა ყურადღებისთვის წარმატებულ დღეს გისურვებთ და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.